უსისხლო რინოპლასტიკა უსაფრთხო და უმტკივნეულოა. ფორმის შესაცვლელად გამოიყენება ჰიალურონის მჟავის შემცვლელი პრეპარატები. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს და აქვს მომენტალური ეფექტი. აი, ჩვენ პაციენტი ნატო გოგონა, რომელმაც გაიკეთა ეს პროცედურა ერთხელ უკვე. ეფექტის ხანგრძლივობა მორჩა პრეპარატის, ცხვირი დაუბრუნა პირვანდელ ლიერს და კიდევ უნდა რომ გაიკეთოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროცედურა ჩატარებული გვაქვს დაახლოებით წელიწადი და 2 თვე არის მე მგონი გასული. ეხლა განმეორებითზე არის მოსული პაციენტი. ამ წუთას უკვე გაყუჩებულია ცხვირი, ვიწყებთ უკვე დამუშავებას და პროცედურის ბოლოს გაჩვენებთ შედეგს. მეგობრებმა თუ მოგიწონეს არჩევანი. კი, სხვათა შორის და არა მარტო მეგობრებადაც თავარია მე ვიყავი კმაყოფილი, ჩემი შედეგით ნაკლებად ტკივნეული პროცედურით მივიღე ის ცხვირი, რომელიც მინდა და ალბათ წლების განმავლობაში. რა ფორმას მიიღებს ცხვირი დაახლოებით პროცედურის შემდეგ? ნატოს უნდა სწორი ცხვირი, ოდნავ აწეული წვერით. აუცილებლად გამოგვივა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ პირველად ძალიან კარგი ცხვირი გამოგვივიდა. ეს არის პროცედურა, რომელიც ეს მინიმალური რაღაცა დეფექტები რაც შეიძლება რომ კონდეს ცხვირის ძალიან მარტივად ვასწორებთ. პროცედურა ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ აბსოლუტურად არანაირი რეაბილიტაცია ამას არ მოყვება, როგორც წესი მეორე, მესამე დღეს ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდებიან პაციენტები, ისე რომ არანაირი გართულება და მსგავსი მოვლენები ამ პროცედურას არ აქვს. ოდნავარი ჩაღრმავება დაახლოებით ამ მიდამოში თქვენ ალბათ ამას ხედავთ კიდეც და ოდნავარი წვერი დაშვებული, რომელსაც ესე ავწევთ. ანუ საბოლოო ჯამში ნატოს ექნება სწორი და ოდნავ აპრეხილი ცხვირი. შედეგი უკვე სახეზე არის, ვუყურეთ მთლიან პროცედურას, რამდენი ხანი დაჭირდა ზუსტად ამ შედეგის მიღწევისთვის? ანესთეზიისთვის გჭირდება დაახლოებით 20-30 წუთი, თვითონ პროცედურა 5-დან 15 წუთამდე გრძელდება, იმის მიხედვით როგორი სირთულის სამუშაოა. როგორი კმაყოფილი ხარ შენ? კი, ზუსტად 10 წუთის წინ სხვანაირი ცხვირი მქონია, ეხლა მაქვს ისეთი, როგორც მომწონს და მინდა რომ მქონდეს.